მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩემი ახალი YouTube არხი კავკასიის არომატები და ვიღებ რიგით მეორე ვიდეოს. უბრალოდ პელემენი მოხარშული ყველას ექნებათ ყელში ამოსული, მაგიტომ გადაწყვიტე მოვამზადოთ ცოტა განსხვავებული. პელემენის წვნიანი, ბოსტნეულთან ერთად საინტერესო რეცეპტი გელოდება წინ, გამოიწერეთ არხი და უყურეთ ბოლომდე. ეხლა კი დავიწყოთ მომზადება. პირველ რიგში დავჭრათ თეთრი ხახო, აი ესე წვრილი კუბიკებად, გავხატოთ სტაფილო, ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და დავიწყოთ ბოსტნეულის მოთუშვა. ეხლა მოვთუშოთ კარგად გემრიელად ხახვი და სტაფილო, მერე დავუმატოთ საქონლის ნახარში ან წყალი ჩვეულებრივი ადუღებული. ვისაც ყავარ გამოწრეილი მეგობრებო TikTok-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, ალბათ მიცნობ, მე ვარ კავკასიის არომატები, მყავს 9 მილიონზე მეტი გამომწერი თლიან ჯამში და როგორც გითხარით, ეს არის ჩემი ახალი YouTube არხი. აქ იქნება საინტერესო რეცეპტების ვიდეოები, მეყოლება სხვადასხვა სტუმრები აქ სამზარეულოში, ეს არის ჩემი სტუდია, ინფლუენსერები, ცნობილი ხალხი და ერთად მოვამზადებთ საჭმელებს. შეგიძლია ახლა დაწეროთ კომენტარში რა კერძი მოვამზადოთ შემდეგ ვიდეოში და აუცილებლად მოვამზადებ. ეხლა გამოეწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ეხლა თუ ფიქრობთ ეს კიბე რა შვება აქ, ეს კიბე მაქვს შტატივის მაგივრად. ამაზე მიდევს კამერა. ეხლა დავჭირდება კარტოფილი, დავჭროთ სასურველ ზომებად, დავუმატოთ ჩვენ წვნიანს, დავუმატოთ შავი პილპილი, მარილი გემოვნებით და ვამატებ ეხლა მდნარ ყველს. კარგად მოვურებ მდნარი ყველი, რომ დადნება და გაიხსნება წვნიანში. შეგვიძლია დავამატოთ უკვე პელემენი. დაველოდოთ ცოტა ხანი, რომ მოიხარშება, სულ ბოლოსკენ დავამატებ წვრილად დაჭრილ ქინძს, ცოტა ხანსაც ავადუღებ 1-2-3 წუთი და უგემრიელესი წვნიანი მზად არის. შეგვიძლია გადავიტანოთ თებრზე და დაველოდოთ სტუმრების მოსვლას. დარწმუნებული ვარ, ყველას მოეწონება იმდენად გემრიელი წვნიანი გამოდის. ეხლა გავსინჯოთ რა გამოგვივიდა. კაია. ძალიან გემრიელია. უბრალოდ ცხელია. აი, მარილის კარგად აქვს, შავი პილპილის კარგად აქვს, ყველაფერი არის იდეალური დაბალანსებული გემო. მოხარშულ ჩვეულებრივ პილიმენს ბევრად ჯობია. აქვე ნახარშიც იჭმება, გემრიელია, ბოსტნეულიც აქვს, პილიმენის ბევრად გემრიელია. აუცილებლად მეგობრებო, მოამზადეთ აი ამ რეცეპტით, არ ინანებთ, იმიტომ რომ გამოდის გემრიელი. ეხლა გამოეწერეთ არხი და მადლობა ყველას, რომ უყურეთ ვიდეო ბოლომდე.